ვარ გაბრიელ ასათიანი 7 წლის. სწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, ხატვა და ჭადრაკი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. უკვე 4 თვეა ვთამაშობ რეს ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია თორნიკე ბურკაძე. ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელია. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მიყვარს გოლების გატანა და მასწავლებელმა ამიტომ დამაყენა შეტევაში. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 85 გოლი. მათ შორის რეს ჯორჯიაში 9. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. 2 მოწინააღმდეგე მოვატყუე და შორიდან დავარტყე. ჩემი საკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდი არის პორტუგალიის ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. 7 წლის რო შევსრულდი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელი გამოვსულიყავი. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეზღვაური. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოჭადრაკე. ჭადრაკი ახლა ძალიან მიყვარს და 4 წელია ვთამაშობ ნონას კლუბში. ბევრ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და მაქვს ბევრი პრიზი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა აჭარის ჩემპიონატი. კარგად ვითამაშე და ავიღე მესამე ადგილი. პირველ ადგილზე მინდოდა გასვლა, მაგრამ ერთი ხელი დასანანად წავაგე. რაღაც ვერ შემაჩნია და შეცდომით გავაკეთე სვლა. მაქვს 2 მედალი და 10-მდე სიგელი. ამათგან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია ეს მედალი. ჩემი გეგმა რო გავხდი აჭარის ჩემპიონი. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. უფრო მიყვარს თეთრებით თამაში, იმიტომ რომ მეტი სვლა მაქვს და მეტი დრო. სახლში ხშირად ვეთამაშები ბაბუას და ღირსეული მოწინააღმდეგეა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი მეგობრები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მათე ხაჯალია. ყველაზე ჭკვიანია დაჩი მამასახლისი. ყველაზე მშვიდი არის მიშელი მსხილაძე. ყველაზე ძელქია ანდრია ბაშალეიშვილი. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ მყავს რომ ნევრებს მომიშლის. 13 წლის რო გავხდები, მეყოლება ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქვევ ანდრიას, მართას, დაჩის, მიშელს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიტას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხაცუნა ზაქარაძე. იმიტომ რომ კარგია, ლამაზია, თბილია, მეხუტება. ახლა მინდა ვიყო 13 წლის რომ მყავდეს შეყვარებული. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 1 წლის და 8 თვის და ქვია თაია. ეს არის ლამაზი, მტირალა და ჭამელი. ჩემი აზრით თაია რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, უშიშარი და მშრომელი. დედიკო არის საყვარელი, ტკბილი და ლამაზი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მაკარონი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ბულიონს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. 6 წლის რო ვიყავი, 1 წელი დავდიოდი ხატვის წრეზე. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ჩიტებს, ხებს, ღრუბლებს. ყველაზე რთულია მთების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს იასამნისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 120 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ გამოფენა მოვაწვო. ამ ბოლო დროს ხშირად აღარ ვხატავ, იმიტომ რომ მთლიანად ფეხბურთზე გადავერთე. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის PlayStation-ის თამაში, კარგი ოჯახი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.